ძმაკაცი მოტორსი იხურება. არა, რეალურად არ მინდა რომ დაიხუროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ვიდეოს იმიტომ წერ, რომ იქნება რამე გამოსავალი ვიპოვო. ესე იგი, კანონმდებლობა მიიღეს, რომლის მიხედვითაც რაღაც კონკრეტული ბიზნეს ოპერაციები რაღაც კონკრეტულ ზონებში თბილისში არ არის დაშვებული. მათ შორის ჩვენი ზეთის შეცვლის და ზეთის გაყიდვის პუნქტიც მოყვა ამ რეგულაციაში და იდეაში თუ ზეთს ყიდი, კონკრეტულად რაღაც კონკრეტული ზონები არსებობს, რომელშიც შეგიძლია რომ იმუშაო. სხვა ზონებში არ შეიძლება. ჩვენი ობიექტი აღმოჩნდა რეკრეაციულ ზონაში, შესაბამისად ჩვენ ზონაში ზეთის გაყიდვა არ შეიძლება. ამიტომ ვართ ეხლა ამ მდგომარეობის წინაშე რომ ვეძებთ ფართს, ან ვეძებთ სივრცეს დიღომი გლდანის ტერიტორიაზე, თუ ვინმეს რამე გაქვთ, სიამოვნებით განვიხილავთ, ნახავთ, ანუ ისეთ ფართს რა თქმა უნდა, რომელიც ჩვენი საქმისთვის გამოდგება და თუ ფართი ვერ ვიპოვეთ, სამწუხაროდ დიდი შანსია რომ საერთოდ დაკეტვა და ბრენდის გაყიდვაც მოგვიწიოს. ამიტომ აქამდე არ მინდა მისვლა. მოკლედ ეს ვიდეო ეხება იმას, რომ ფართი თუ გაქვთ რამე შევეხმიანეთ, ვეძებთ რავი, თბილისის მასშტაბით რაიმე საინტერესო ნორმალურ ფართს, სადაც შეიძლება მუშაობა და სადაც მეორე დღეს ოხრად ფულს რო დავხარჯავ რემონტში, არ გაგვყრიან.